მე მოგეცით თქვენ ბატონო გამსახურდია ბოლო შანსი. აწიეთ თეთრი ძროშა და ჩაგვარდეთ. სუდათ რო ხარ თქვენ დიდი ხანია სუდათ ახლა. და დიდი ხანია უნდა გადამდგარიყო. დღეს ეს შეშოდება თქვენი აღარ იქნება. თქვენ ახლა გამოგზანდებით თუ გინდათ სიცოცხლე შეინარჩუნოთ თეთრი ძროში. ამ სიტყვებით თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდია 1991 წლის 22 დეკემბერს ემუქრებოდა. ეს უნიკალური საარქივო მასალა მაყურებელს ჯერ არ უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ძალიან დაბალი ხარისხისაა, კარგად ისმის როგორი ტონით ესაუბრება გადამდგარი პრემიერი თბილისის ომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტს. ამ დროს ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებთან ერთად უკვე უზენაესი საბჭოს ბუნკერშია ჩასული. სატელეფონო კავშირის დასრულების შემდეგ სასტუმრო თბილისში შეკრებილები თენგიზ სიგუას სიტყვას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მე წამს არ გამძლე. კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაში კიდევ ორი სატელეფონო საუბარია ჩაწერილი. ზვიად გამსახურდია შემდეგ სიგუა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბესო ქუთათელაძეს დავალებას აძლევს დააპატიმროს პრეზიდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პარლამენტის შენობის დანგრევით იმუქრება. ახლა მაგას აპატიმრებ და მოხავს აქ. მაგი არის ჩაჯმული ეს ლაჩარი. ძლივს მელა ჩავბარდებიო და მოკიდე ხელი ახლა დასვი მანქანაში და გამოიყვანა. 12 საათამდე გიგრძელებ 20 წუთს კიდე გივატებ. 12 საათზე მოიყვანა აქ სასტუმრო თბილისში. ეგ არის ბოლო ლაპარაკი. თორე გადაბუგული იქნება ყველაფერი. ყველა გზები გადაკეტილია, ვერსად ვერ გავა. რომ გავბრიდა თორნეს. უნდა რომ ამოვუგოთ მოლოსი გადაჭი ჩაიმარხოს თავის ბუნკერში. საერთოდ დაინგრევა მაგ შენობა და ჩაიმარხება ხალხიში. ეს მაინც ყეული შენობა უნდა დაინგრეს, მან ეკლესია უნდა აშენდეს. და ეს დღეს მოხდება ეს აქტი. ჟილეთი მე მაპატია და ჩათვლას. იმის საშუალება რომ დაეტოვებია საქართველოს თავის ოჯახთან ერთად. არა, გაწი რა. კიდევ დაგახოცია ბავშვები. მოგიდონ თეთრი ზეწარი აიღონ, გააკეთონ დროშა, დაეწყონ და პატებივით რიგით გამოვიდნენ გარეთ. აი ეგ არის მაგათი გადარჩენის ბოლო შანსი. ბესო ქუთათელაძესთან საუბარი თენგიზ სიგუამ როგორც ჩანს მაშინ საკმარისად არ ჩათვალა და საკუთარი ულტიმატუმი ნემო ბუჭულაძესაც გააცნო. ჩემი ბოლო ულტიმატუმია. გამსახურდია მაპატია და უკვე ჩასულია. ვინც არ ახლა ჩასრულები, იმათ მოგიდეთ ხელი და აი გარი ბოლო წინადადება. დროს 12 საათი. თქვენ მოაყავით, თქვენ კიდევ მოგვატყულა. თვითონავი გამომზადეთ, მივდივარ და მე ვარით. თენგიზ სიგუა ამ კადრებს დღესაც უემოციოდ უყურებს და ამბობს, რომ მას ომის გარდა გამოსავალი არ დაუტოვეს. ეს კაცი უყავდა საქართველოს. უნდა აღვედგინა პარლამენტის მუშაობა. შეიარაღებულებს გააჩერებდი თბილისში. რასაკვირველია. კაცო კიდევანს ყაჩაღს ნუ ეძახით, კიდევანი იყო დანიშნული სარდალი. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე დღეს ღიად ამბობს, რომ მაშინდელი მოვლენები რუსული სცენარით ვითარდებოდა. რა თქმა უნდა ეს რუსული თამაში იყო. ის თუ რა ფორმით, როგორ გამოხატავს, ეს თუ ყავს ფსიქოთერაპევტი ვინმე, მას უნდა კითხოთ, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ტიპი, როგორ გამოხატავს თავის გრძნობებს. ეს არის გაბოროტებული ბოღმა კაცის საუბარი არა, რაცაც უსმინოთ. 22 დეკემბრის შემდეგ ვითარება თბილისში უფრო გამწოვდა. 26-ში თენგიზ კიტოვანის გვარდიამ ციხიდან ჯაბა იოსელიანი გაათავისუფლა. რის შემდეგაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხედრიონიც ჩაება. პრეზიდენტი ოჯახსა და გარემოცვასთან ერთად 6 იანვარს საქართველოდან გაემგზავრა. შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა. მას აეროპორტში უამრავი ხალხი დახვდა. ედუარდ შევარდნაძემ ქართულ ინტელიგენციას იარაღის ხელში აღებისთვის განსაკუთრებული მადლობა აეროპორტშივე გადაუხადა, მაგრამ ეს სკანდალური სიტყვა სატელევიზიო არქივებიდან გაქრა. კურიერმა მისი მოპოვება 18 წლის შემდეგ მხოლოდ დღეს შეძლო. მეგობარ ქართულ ინტელიგენცია. ყველა როცა საჭირო გახდა იარაღი ავტომატით დაიჭირა ხელში მისაწვდომ ისევ დემოკრატიული საქართველოს ასოციაციებმა მე დაადრე გამოფხიზდა თავის ხალხს. მადლობა ბა. შევარდნაძე ყოველთვის უარყოფდა ამას, მაგრამ არა მე არ მithქვამს. ჩამოსვლის პირველივე დღიდან შევარდნაძემ სწორედ ეს სიტყვები თქვა. ის დღესაც გვეშინია ხოლმე სულ ყველას, ხო? რომ დიდი მადლობა ინტელიგენციას, რომელმაც იარაღს მოკიდა ხელა პირველმა დაინახა ის საშუალება, რაც ქვეყანას ელოდა. ანუ
ამას ვისაშროება რა უნდა ყოფილიყო, რაც შემდეგ საქართველოში დატრიალდა. ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობისა და თბილისის ომის შემდეგ გამსახურდიას მომხრეებმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ 2 თებერვალს დიდი მიტინგი გამართეს. მოეწყო არაერთი აქცია, რომელთა დაშლასაც უსისხლოდ არ ჩაუვლია, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას საკუთარ მოქალაქეებს მაშინდელი ოფიციოზი განსაკუთრებით უმალავდა.